გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. კი მითხრეს, ნუ დახურდავდებიო, მაგრამ ეს რომ არ თქვა, არ შემიძლია. პაატა მაჯგალაძეზე მინდა 2-20 სიტყვა გითხრათ, მეგობრებო. ვიღაცამ ბრძანა ამ ტიპს, ალბათ დასაკესი ტრიბუნა თან დააქვს იღლით და როგორც კი სადმე ორ კაცს ერთად დგომს დაინახავს, მესამე კაცად დაუდგება, უცებ გაშლის ტრიბუნას და იწყებს ლაპარაკსო. ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დროს ჭიჭეს პატიკო. არა, აქტიური სულ იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა და ეს გასაგებიცაა, წინ დიდი სიის შედგენის დრო მოდის და ნერვიულობს. ნერვიულობს, რომ კრიტიკულ მომენტში ის არ დაავიწყდეთ და სიაში ჩასვან. თანაც ისე უნდა ჩასვან, რომ პარლამენტში მოხდეს, ანუ პირველ 20-ში ან 30-ში მაინც. მერე რომ თავისი უსაფრთხო და კომფორტული არსებობა განაგრძოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში 4 წლით. რა რთულია პაატა მაჯგალაძეობა, მეგობრებო. სულ ფხიზლად უნდა იყო, ბატონს სულ ერთგულად უნდა შესქეროდა თვალებში. პერიოდულად ბატონის ზურგიდან თავი უნდა გამოყო და იწკავწკავო. ოღონდ აუცილებლად ის უნდა იწკავწკავო, რასაც ბატონი თვითონ ყებს. მაპატიეთ ასეთი უხეში სიტყვებისა, ჩემთვის უჩვეულოსი, მაგრამ ზოგჯერ მეც მინდა ვიყო უხეში და აგრესიული. და ამიტომაც აქტიურობს პაატა. ყველგან, სადაც არ გაიხედავ, პაატას დაინახავ და უკვე გახედვაც აღარ გინდა არსად. გეფიცებით, ამასთანავე მაცივარი გამოვაღე და შევკივლე. მომეჩვენა, რომ პაატას თავი იდო ჩემს მაცივარში. მაგრამ მე დავაკვირდი და შვებით ამოვისუნთქე. ზუთხის თავი იყო. ზუთხის თავისგან კარგ უხას ვაკეთებ და ერთ-ერთ ჩავ პარასკევს იაფად შევიძინე. გადავუხვიე თემას. მოკლედ, აქტიურობს პაატა და ამ აქტიურობისას ერთი მეორეზე უფრო გამოჩენილ სიბრიყვეს ამბობს. ხომ გაიგეთ ამასთანავე რა ბრძანა, რომ მგელთან შევალ ბუნაგში თუ საქართველოს დასჭირდებაო. შენ კი გენაცვალოს შენი შემქმნელი ჭიჭე. საინტერესოა, ამ სენტენციებს ჭიჭესთან ათანხმებს თუ არა? ნუ ალბათ ათანხმებს. ალბათ ღამეებს ათენებს, ახალ და ახალ აზრებს იწერს და მე დილიდან ჭიჭესთანაა აყუდებული. ელოდება ბატონი როდის გაიღვიძებს. მე გამოთქმით წაიკითხავს თავის აზრებს და ბატონი იწონებს, ან არ იწონებს. ან და ზოგიერთი ტექსტი ბატონს თავის რეპერტუარშიც შეაქვს. დიახ, ამ ბოლო დროს ჭიჭე ვაშაძე იმდენად ბრიყული ტექსტებით გამოდის, რომ აშკარად პატიკოს ხელი ურევია ამ ტექსტებში. მოკლედ, ეს მგლის ბუნაგზე ძალიან მომეწონა. გავიკითხე და სტრატეგოსანი პიარჩიკები ახლა თუნდაც მგლის ისეთ ბუნაგს ეძებენ, პაატა რომ შეეტიოს და მგელიც მეტნაკლებად უკბილო დახვდეს. ძალიან რომ არ ატკინოს პაატას რამე. ბოლო-ბოლო უკბილო მგელი თუ ვერ ნახეს, ძაღლს შენიღბავენ მგლად და ქრონიკის მოდელირებას განახორციელებენ. სიამოვნებრივი დაავტკვები ამ შოუთი. პაატა როგორ მიძრება მგლის ბუნაგში და უკან კი მთავარი არხის ან ფორმულას ოპერატორი კრუსუნით როგორ მიყვება, რათა დააფიქსიროს პაატას გმირობა. და თქვენ მეუბნებით არ დავწრილმანდე და არ დავიხარჯო ისეთ ფიგურებზე, როგორც ჭიჭეს პატიკოა, რას ამბობთ? ამას როგორ გავატარებდი? იმედია, პატიკო მგლის ბუნაგით არ შემოიფარგლება და თუ კი იქიდან ჯამრთელი ამობობხდება. შემდეგი ეტაპი ზვიგენის ხახა ან ციკლოპის გამოქვაბული იქნება. და ისე კი საქართველოს რაში უნდა დასჭირდეს პაატა მაჯგალაძის მგლის ბუნაგში შეძრომა. არ ვიცი. უცებ წარმოვიდგინე, ხარ მგელი, ცხოვრობ ბუნაგში, არავის ერთში და ერთშვენიერ დღეს პაატა მაჯგალაძე გამოგესხადება. სული კოშმარი. მგელი შემეცოდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.